საქართველოს ჩვენ ქვეყანას რომელ საავტომობილო ბრენდს შეადარებთ და რატო? ძალიან საინტერესო კითხვა დასვი, რომელ ბრენდს შევადარებდი. პირველ რიგში ეს უნდა იყოს ალბათ ჯიპი. Crossover-ი. ჯიპი, კი ბატონო. ჟარგონზე რო თქვა, ჯიპი, crossover-ი. რატო? იქიდან გამომდინარე, რომ უფრო ისეთია, რა ქვია, ძლიერია, ამტანია, მეტი ტვირთის გატანა შეუძლია და ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ისტორიას თუ გადავხედავთ, რაც გავგვივლია დასაბამიდან, არ ვიცი, ალბათ ამ მანქანებს შორის ეს არის crossover-ი, რომელიც შევადარებდი. მე ხა რომელი Mercedes-ი იქნება თუ რომელი იქნება, არა, მაგრამ თვითონ მანქანის სტილს უფრო შევადარებდი SUV რა, ასე ვთქვათ. შეგვიძლია უგზოობაში სიარული. შეგვიძლია, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს საქართველოს ისტორია ხო რაღაც გუშინ არ დაწყებულა რა, მოდის საუკუნეები და მან რაც გაიარა შეუძლებელი შეძლო, ხო? და ესე ვთქვათ, თუ შევადარებდით შეუძლებელი, ამ ავტომობილებში იქნებოდა ალბათ crossover-ი, რომელიც უფრო მეტს შეძლებს. მე მეგონა რომ რომელიმე კონკრეტულ ბრენდს იტყოდი, თავის მახასიათებლები და ძალიან გამიჭირდა ბრენდის ჩამოთვლა, ესე თუ ავიღებდით ალბათ Toyota-ს ვიტყოდი, იქიდან გამომდინარე, რომ Toyota გამოირჩევა უფრო მდგრადობით და არა დავუშვათ ვიზუალურად შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს და რაღაც სხვა ბრენდები უფრო ლამაზად გამოიყურა, მაგრამ ასე ვთქვათ, გამძლეობა ყველაზე მეტი Toyota-ს აქვს. აქედან გამომდინარე შევადარებდი Toyota-ს, არა Lexus-ს, არამედ Toyota-ს.